მან უნდა ესმოდეს პროდასავლელი პარტიების ამომრჩევლებს, იმ ხალხს, რომლებიც აპროტესტებენ, იმ ხალხს პირველ რიგში, რომლებიც განსაკუთრებულად ისეთი მოტივებით აპროტესტებენ, რომ მართლა ლეგიტიმური შეიძლება იყოს ეს მოტივები. თქვენ რომ კონცენტრირდებით ისეთი ძალების ირგვლივ, რომლებიც თვითონ ასოცირდებოდნენ, თვითონ ატარებდნენ ომის მხარდამჭერ რიტორიკას. თქვენ რომ კონცენტრირდებით ისეთი პარტიების ირგვლივ, რომლებიც გამოხატულად ანტიტრადიციულ, ანტიეროვნულ, ანტიქრისტიანულ, ანტიეკლესიურ რიტორიკას ატარებდნენ, ან პირდაპირ LGBT პროპაგანდას ატარებდნენ, მან უნდა გესმოდეთ, რომ თქვენივე კვლევაში რო ფიქსირდება მაღალი მაჩვენებლები ამ შეხედულების მხარდაჭერისა, საპირწონე კონსოლიდაცია საზოგადოების იქნება იმდენად ძლიერი, რომ თქვენსას ვერ გაიტანთ. იმისთვის, რომ საზოგადოების უკმაყოფილო ნაწილმა საკუთარი მოთხოვნები გაიტანოს, საჭიროა მეორე მხარეს არ იყოს ისეთივე მოტივირებული საპირისპირო ფლანგი. აი როგორც წესი, დიქტატურები, რაღაცა ყელში ამოსული მართველები, როგორც წესი, პროტესტის შედეგად მარცხდებიან ხოლმე იმ დროს, როცა ერთ მხარეს ამბოხებული ან რაღაც აღშფოთებული ხალხია და მეორე მხარეს, ხალხი არის, რომელსაც დიდად არ აწუხებს. დიდად мотивация არ აქვს, რამე გააკეთონ და სანამ თქვენ კონცენტრირდებით კიდე ერთი ფაქტორი იყო მანდ ნაცების არ დაბრუნების კითხვაც იყო, ისა გრაფაც იყო, მაგრამ იქ ეს თუ არ ვცდები თავარი არქის დაკვეთით შედგენილი კვლევა იყო და მაგ ნიშნულს ძალიან დაწევდნენ ეგენ სინამდვილეში ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი საზოგადოების, რომელიც აი ნაცები არ მოbrunდე და მზად არის იბრძოლოს. თან ეგ არის სრულიად ჯანსაღი პოზიციის ნაწილი და ამ ნაწილის мотивация არის იმდენად მაღალი, რომ შეიძლება რიცხობრივად აღმატებულ ლიბერალურ ფლანგს არაფერი არ დაუთმოს. ამიტომ ერთი რაღაცა უნდა გაიგოთ და მაგიტომ მნიშვნელოვანი ამ კვლევის ამ მაჩვენებლის ანალიზი. სანამ თქვენ კონცენტრირებულები იქნებით ტოტალურად მიუღებელი მეორე მხარისთვის, ეროვნული კონსერვატიული მხარისთვის, ტოტალურად მიუღებელი შეხედულებების, სახიფათო შეხედულებების, ომის საფრთხის შემცველი შეხედულებების ძალების ირგვლივ, მეორე მხარეს ყოველთვის და თუ ხელისუფლების მეტი ვერავინ დაინახეს, მაშინ ხელისუფლების ირგვლივ ყოველთვის კონცენტრირდება საზოგადოების იმდენად მნიშვნელოვანი ნაწილი, რომ უბრალოდ თქვენ შანსი არ დაგრჩება და ხელისუფლებას, რომელსაც აქ პოლიცია ყავს, ძალოვანი სტრუქტურები, სასამართლო, პროკურატურა, მთელი ბიუჯეტი მათ ხელშია და ფინანსური მთელი ელიტა, ფინანსური მნიშვნელოვანი ნაწილი არის მათ მხარეს, ასეთ ხელისუფლებას საზოგადოების 30% თუ გვერდში დაუდგა, საკმარისად მოტივირებულად, შანსი არ არის არანაირი ესეთი რაღაცა NGO-ების მიერ ორგანიზებული, ყველას მიერ მოძულებული NGO-ების და პარტიების მიერ ორგანიზებულ საპროტესტო ტალღას, რომელსაც შეიძლება მათ შორის ლეგიტიმური შიშებიც ქონდეს, შანსი არ აქვს. ამიტომ აქედან ერთი დასკვნა უნდა გაკეთდეს. სანამ არ ჩარეცხავთ ამ ყველასგან რა არის გამოსავალი კითხვა ხო უნდა დაისვას? აი ახლა ნიჰილიზმია მეორე მხარეს. შანსს ვეღარ ხედავენ, გაიჭედა მათი პროტესტი. და აი დგანან და ერთმანეთს ეკითხებენ, აი რა არის გამოსავალი და გვარამიამ დაწერა ამას წინათ. ასე ახლა გავიჭედე, აზრი იყო ეგეთ, ჩიხში ვართ და გონიათ რომ პოლიტიკოსებმა იციან გამოსავალი, ხანდახან ჩვენც არ ვიცით რაღაცები და ერთად მოვიგონოთ. ჯერ ერთი პოლიტიკოსი მაგისთვის ხარ, რომ შენ მოიგონო, ახლა ერთად რანაირად მოიგონოს ხალხი ხო და პასუხი მაგიტო არ არის. გვარამიას ვერ ექნება პასუხი, იმიტომ რომ პასუხი სინამდვილეში არის ის, რომ გვარამია უნდა წავიდეს პოლიტიკიდან. ქვეყნიდან. ხო, უნდა გაქრეს ამ სივრციდან, აღარ უნდა ფიგურირებდეს როგორც არჩევანი, იმიტომ რომ სანამ გვარამია იდგება მეორე მხარეს, გარწმუნებთ საპირისპირო ეროვნული ფლანგი იქნება საკმარისად მოტივირებული და რამხელა ძალაც არ უნდა დაუპირისპირდეს იქიდან გაუკაჩავს. და თუ სხვა გამოსავალი ვეღარ ნახეს ხელისუფლების გვერდში დადგებიან. ამიტომ ლეგიტიმური შიშების მქონე ხალხი რომ აქ შეიძლება დიქტატურა დამყარდეს. ლეგიტიმური პრეტენზიების მქონე ხალხი რომ აქ კორუფცია, უძრაობა, ჭაობია და ფეოდალიზმია, ხო?
ამ პრეტენზიების გატანა თუ გინდათ და გინდათ რაღაცა სამართლიანი პოლიტიკური სისტემის აწყობა, სადაც ჩვეულებრივი ადამიანის საკუთარი ხმის და ინტერესის დაცვა შეიძლება გვარამიებით, ვიღაცა მელიებით, სააკაშვილებით, ეგ არ გამო, ეგ ხალხი უნდა ჩარეცხოთ და ატრიოტული, ეროვნული და სუფთა ბექგრაუნდის მქონე პოლიტიკური ჯგუფების ფორმირება უნდა მოხდეს იმისთვის, რომ მათ წინააღმდეგ აღარ კონსოლიდირდეს ხელისუფლების დასაცავად საზოგადოების კრიტიკული ნაწილი. ანუ პრეტენზია არ უნდა ითქმოდეს ამ ძალების წინააღმდეგ იმდენად მყარი, რომ ანუ ხელისუფლების დაცვაც კი მოუწიოს, ამდენად მოძულებული და ყელში ამოსული ხელისუფლების დაცვაც კი მოუწიოს მნიშვნელოვან ნაწილს და ეხლა საკითხი ისე თუ დადგება, რომ ეხლა ხელისუფლებას მე ვიცავ, იმიტომ რომ ხელფასი მაქვს და ხელფასი მინდა, ასეთი კატეგორია სულ იარსებებს, მაგრამ ასეთი კატეგორიის არც რიხი, არც мотиваცია, არც ორგანიზების ხარისხი არასდროს არ არის ისეთი, რომ საზოგადოების კრიტიკულ უმრავლესობას გაუკაჩოს და მაგ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება მოთხოვნების გატანა. ეგ არის ეხლა გასაკეთებელი. ჩარეცხეთ, მედასავლეთეებო ეს თქვენი ვიღაცა ლიდერები, გააცნობიერეთ, რომ არანაირი დასავლეთში ინტეგრაცია აღარ არის რეალური პროცესი და სუვერენული სახელმწიფოს შენება არის ერთადერთი გზა სუვერენული სახელმწიფოს შენების მხარდამჭერი ძალების ლეგიტიმაცია უნდა შექმნათ, ლეგიტიმაცია უნდა მისცეთ და ეს იქნება მხოლოდ ძალები, რომლებიც ხელისუფლებას ჰაერში რო იცვლის იდეოლოგიურ ხედვებს და ვითომ ხან კონსერვატორია და ხან არაბებზე ყიდის ქვეყანას და ხან ამერიკელებზე ყიდიდა და ხან ვისკენ მიდის და ხან ვისკენ, მასეთ ხელისუფლებას ეფექტურად დაუპირისპირდეთ.